Как вы думаете, როგორ ვფიქრობთ, ბატონო ლეონიდ, რა არის თქვენი მისია ამ ქვეყნად და რისთვის შექმნათ ღმერთმა? ჩემი მისია გიჟური ხუმრობები მაქვს ხოლმე. მთელ საბჭოთა კავშირში ორი ტიპია. ერთი არსებობს მხოლოდ რა არის ქველმოქმედება, ან მთავრობა ქმნის რაღაცას ხალხის გამოსაკვებად არჩევნებამდე, ან მდიდარი ოლიგარქი აშენებს სახლებს, აკეთებს რაღაცას, გაურკვეველი არას, გამოყოფს გიჟურ ფულს, მაგრამ ის ამით არ ცხოვრობს. მე დავიცახე მიზნად ადამიანის გულის კარი გავხსნა, მისი სული. სწორედ მაშინ, როცა დავრჩი მარტო. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მე მიყვარს მარტოობა, მაგრამ ეს ყველას არ უხდება. ეს ჩემი ბუნებაა. მე მომწონს, როცა არავინ მაწუხებს. მე შემიძლია ღმერთთან საუბარი ან მუშაობა. ეს თანაგრძნობას იწვევს. და მე ვთხოვ ღმერთს, როდესაც ვლოცულობ, მომეცი თანაგრძნობა ამ ადამიანის მიმართ და მე ნამდვილად თანავუგრძნობ ზოგიერთ ჩვენს ბენეფიციარს. თითქოს ისინი ჩემი ნათესავები იყვნენ. მე განვიცდი, ვფიქრობ, როგორ მოექცნენ მათ, სწორად, არასწორად, მკურნალობენ თუ არა მათ. შესაძლოა ეს არის ჩემი მისია. სხვა არ ვიცი. არ მინდა ფულის შოვნა, რადგან არ მინდა. ეს არ არის საინტერესო, მაგრამ თუ მომინდება, მაინც შემიძლია რაღაცის გაკეთება. მაგრამ ფონდისთვისაც კი არ მაქვს დრო. ეს ალბათ ჩემი მისიაა. ამ დატვირთვით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ალბათ არასდროს ყოფილ ვარ ასეთი ბედნიერი. რადგან მეკითხებიან, როგორ ხარ მარტო და ბედნიერი? დიახ, მარტო ვარ და ბედნიერი. ცოტა ხნის წინ მყავდა ლამაზი ცოლი. არა. მაგრამ არ მომწონდა, უბრალოდ არ მომწონდა. დიახ, კარგი სხეული, ლამაზი და ყველაფერი, მაგრამ არაფერი გქონდა სალაპარაკო. და ზოგადად ეს მანერვიულებდა. რაღაც უნდა გამეკეთებინა მისთვის, მაგრამ არაფრის გაკეთება არ მინდოდა. შემდეგ ბავშვი გაჩნდა. მთელი ამბავია. კარგია მარტო ყოფნა, მაგრამ პრობლემები იქნება. დემენცია მექნება, ამ სფეროში არაფერს გამოიგონებენ. არ ვიცი რა ვქნა. რა თქმა უნდა, გვერდით ვიღაც უნდა მყავდეს, მაგრამ ჯერ არ მესმის, როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ დიახ, ეს ჩემი მისიაა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სხვა არაფერი შემიმჩნევია. ვირობით ბევრ ფილოსოფოს ვუსმენ, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ადრე უფრო მეც ვუსმენდი. განსაკუთრებით მაინტერესებდა ის ცოცხალი ღმერთი, რა ქვია მას, ყველა პრეზიდენტი იღებს მას, რა ქვია, დამავიწყდა. ეს ჩინეთის მთავრობა დალაი ლამა? დიახ, დიახ. დიახ. მისი ფილოსოფია მოლეკულურ ფიზიკაზეა დაფუძნებული ზოგადად. სასწაულებზე. იქ მათთან პოლემიზირებს, ძალიან ღრმა ადამიანია. შემდეგი აღმოჩნდა, რომ ვიღაც ბავშვს ვნებიანად აკოცა. ჯანდაბა, კარგი მორჩა, აღარ მინდა მისი საკითხვა. არც არაფერი. ზოგადად ამ ეკლესიის ეს იდეა როგორია, ნებისმიერი ეკლესია, რომელიც მამაკაცებს უკრძალავს ნორმალურ ცხოვრებას, ეს უფლისთვის საძულველია. იმიტომ რომ ქალის გარეშე კაცი არაფერია. მთელი ცხოვრება ცხოვრობენ, მაგრამ ნორმალურია, როდესაც არსებობს ქალი და მამაკაცი. მათ აქვთ მე მყავს ნაცნობები, ისინი 50 წელია ერთად ცხოვრობენ. მაგრამ ეს სასწაულებია. უყვართ ერთმანეთი და ყველაფერი კარგადაა მათთან.
დიახ, სწორედ ამიტომ, როდესაც კაცი ეკრძალება ქორწინება, ის პოულობს, რომელიმე მღვდელი არა, მათთან რა ქვიათ, არ მახსოვს. მე ვესაუბრე კარიტას. კათოლიკეებს შორის არის ასეთი ორგანიზაცია. ისინი იქ ყველანი გარყვნილები არიან. ეს არ არის სწორი, ეს არ არის ღვთის თანახმად ცხოვრება. არ შეიძლება ადამიანს წაართვა ნორმალური ფიზიოლოგიური ცხოვრება. განსაკუთრებით მამაკაცს.